ძალიან საინტერესო პროცესები მიდის ეს უწესრიგი კი არა, დიდი უწესრიგობა შეიძლება დავარქვათ, ხო, მაგ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თავად ესე იგი გრენლანდია ერთი საკითხია, მაგრამ კანადა კიდე მეორე საკითხია. კანადა სადაც ჩინეთს შორის სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა, ორივე ტარიფებს დაუწიეს, დაიწყო რაღაცა ჩინური მანქანების შედის უკვე კანადაში, ტრამპის ცოტა ისეთი არის, ცუდად ხდება ყურზე. მაგრამ რა განაცხადა ტრამპს, თუ აქვთ ის ნება, თუ შეუძლია თუ გააკეთონო ეს პრობლემა არ არის. ანუ კანადა შეუძლია და ჩვენ არ შეგვიძლია ეს ხო ეგეთი ორ მაგის თუმცა მან ვერ დავიღო ტრამპის გამონაკლისი. მაგრამ შეიძლება ხვალე სხვა რაღაც, მაგრამ თავარი რა არის? მე მახსოვს რა აი რაღაც მე მგონი ერთი წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც განვიხილავდით რაღაც გეოპოლიტიკურ ამბებს სწორედ ამ გადაცემაში და იქ ესეთი რაღაცა თქვით, რომ არ არის მოსალოდნელი, რომ სულ სხვა კონფიგურაციები შეიქმნეს. გულისხმობ, ჩინეთ ევროპის კავშირი ერთი მხრივ, ხო ახლა რაღაც წარმოუდგენელი გონია ჩინეთ ევროპის კავშირი და ეს კავშირი ლოგიკურია, აი ნახეთ ჩინეთი, კანადა, ევროპა. აი სამკუთხედი ძალიან ლოგიკურად ჩანს. ძალიან ლოგიკურად ჩანს და მეორე მხრივ აღმოჩნდა, რომ მთელ რიგ საკითხებზე პუტინი და ტრამპი ისე არიან ერთად, რომ შეიძლება ამ სამის წინააღმდეგ ვიხილოთ ის რუსეთი და შეერთებული შტატები. ტრამპმა დაუშვა აქ გაყინული აქტივების galgობა. ჩემ ფული ხო გაქვს მანდო? ოღონდ ცოტაშია, 1 მილიარდზე. 4 მილიარდი სულ. ჩემ ფული რო გაქვს, ის აიღეო და ტრამპმა რა კარგი იდეაა, აი. ლიჟმი ფულია და აი საინტერესო რა არის, აი თუ დაუშვი სადაც ჩანს, დაუშვი. რა თქვა ტრამპმა? აზერბაიჯანზე და სომხეთს. რომ ესენი არიან რუსეთის გავლენის ზონები. ტერიტორია. ხო, ტერიტორიები, ნუ გავლენის ტერიტორიები არიან. ანუ ეს მე არ მგონი ეგ წამწვდომია. არა, ნუ არ აპირებდა მაგაზე ბევრს ლაპარაკს და გაუკვირდაო პუტინს ეს მაგის ტერიტორია არისო, ხო იცითო და მეო მაგრამ მოვარიგეო რა. ხო. და არა, ეგ ის რომ იწყებს ესე იგი შეერთებული შტატები რუსეთის გავლენის ზონების აღიარებას, ესე ვთქვათ რა. ეს მე მგონი რაღაცა უახლესი რაღაცა აჯენდა ეს ვთქვათ. და რაც თავარია, აი ამ დავში ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რა, რაც ჩემი აზრით იყო ის, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე გასაგებია რომ არ აპირებს გრენლანდიის გამო, მაგრამ ნუ დაემუქრა ევროპელებს რომ დაგიმახსოვრებს თუ კი თქვენ არ დამთანხმდებით ამას და ეს დამახსოვრება რა არის, რა იერარქია აქვს ევროპის წინააღმდეგ, ევროპა სადაა ყველაზე რა თქმა უნდა სავაჭრო და სატარიფო საკითხებში. აღმოჩნდა რომ ევროპა რომელსაც მიაჩნდა რომ თავდაცვაზე არ უნდა ეზრუნნა, რომელსაც მიაჩნდა რომ სხვის ხარჯზე უნდა ყოფილიყო ესე, ვთქვათ, ჩამოშალა აი ამ პუტინის აგრესიამ რუსეთში, ხო, ჩამოშალა მთლიანად. ეხლა მთელი ესეთი პრობლემა ევროპელების კვლავ იმეორებს რა არის? წარმოიდგინე, გინდა ევროპის მილიტარიზაცია, გაქვს ბევრი ფული. მაგრამ ამასაც მოეულება, მაგრამ წარმოიდგინე შენ უკვე 60 წელია თუ მეტი არა, გაქვს კეთილდღეობის სახელმწიფო, ყავს ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ სოციალურზე, ისე კარგად ცხოვრობენ. არ წავაუში. ანუ ძალიან კარგად ცხოვრობენ, იმდენად კარგად ცხოვრობენ. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრება, ეს არის მაღალი სტანდარტის საშუალო დონე. ესაა მაღალი სტანდარტის საშუალო დონე, რომელიც არ ქონია. გურგინეს ახალგაზრდა წაიყვანო. ეხლა ესეთი ადამიანები, რომელსაც ეგეთი ცხოვრების პრაქტიკა აქვთ, რომ თუ რაღაცა ესე იგი ვერ იშოვეს იმიწავს სამსახური, შეუძლია სოციალურზე დაждდეს, ხო? ეს ეხლა ამას უთხარებ სოციალურს წაგართმევ და შენ ესე იგი ჯარში ხო? ეს რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური პრობლემა. ეს ხალხი ჯარში აზროვნების მილიტარიზაცია უნდა. ეს ხალხი ჯარში კერტა, ეს ხალხი გამოვა პოლიტიკისა რა ქვია, აქციებს. აქციებზე რომ გამოვა ეს ხალხი. რა თქმა უნდა თვითონ დაარტყავს ამ არსებულ ხელისუფლებებს. ეს არსებული ხელისუფლებები ვინ არიან? ლიბერალები არიან. ეხლა კიდე ერთი მთავარი პრობლემა არის, რომ ეს ლიბერალები საკუთარ იდეოლოგიის წინააღმდეგ მიდიან. პლაკატები გამოჩნდა თეთრკანიანი მამაკაცი, სამხედრო თეთრკანიანი მამაკაცების, ადრე სხვა პლაკატები იყო, მულტიკულტურალისტური პლაკატები იყო. გეი ჯარისკაცები. ხო, ეხლა გამოჩნდა აბსოლუტურად რაღაც მილიტარისტული, ბრუტალური, მასკულინური ელემენტები გამოჩნდა. ესე იგი ერთი მხრივ ლიბერალები არიან და მეორე მხრივ ხო და ეხლა არის ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა მათ აქ საერთოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იმდენად უნდა გამოცვალონ ეს სისტემა რომ
შანსი არ არის ეს კეთილდღეობა შეინარჩუნონ, ამ კეთილდღეობას მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში. შანსი არ არის ამის, არა ნული შანსი არის. და ეს არის სერიოზული რევოლუციური გარდაქმნები. ეს არის პოლიტიკური კრიზისი პირველად.